რაბედი ეწევათ იმ დევნილებს, რომლებმაც არჩევნების შემდეგ რამდენიმე შენობა ძალით დაიკავეს. თვითნებურად შესახლებულთა საკითხის განსახილველად სპეციალური სამუშაო ჯგუფები იქმნება. გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა სამინისტრო მიიღო. ცნობილია, რომ ჯგუფები სამინისტროს ასევე საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ბოლო მონაცემებით იძულებით გადაადგილებულ 712 ადამიანს თბილისში 14 ობიექტი აქვს დაკავებული. შემოვედით სარიელ ოთახებში, რომელიც დღემდე დაუკანონებელია და მაინტერესებს, რის ნიადაგზე, რა მიზეზის გამო არ გვიკანონებენ ამ ფაქტს. გაგვარკვიონ მაინც, მითხრან, რომ ეს არ არის შენი და დავცლი ამას და წავალ, იმიტომ რომ შიშის ქვეშ ნამდვილად ვერ ვიცხოვრებ. ჩვენ თავრობას ჩვენზე არანაირი რეაქცია არ აქვს. ძალიან ვთხოვთ ყველას დაგვეხმარეთ. ქუჩაში ვართ, ერთი კვირის ვატა გვაქვს. ერთი კვირის ბავშვიცაც წავიდე მითხარი. მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს საკანონმდებლობა და პროცესი გრძელდება, პროცესი არ შეჩერებულა, გადაეცემა უახლოეს ხანებში საჯარო რეგისტრის გამონაწერები.